სულ აბსურდია ლაპარაკი იმაზე, როგორ აქცევს პენიტენციური სამსახური შესაბამისად თან რაიმე დაავადებისა ყურადღებას ელენე ხოშტარეს ან ნებისმიერ სხვა პატიმარს ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები ყოველწლიური, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ავადმყოფ პატიმრების მოვლის ხარისხი და დონე პენიტენციურ სამსახურში. ეს ერთი. მეორე, ეს არის ბოროტი ცინიზმი ამ ჭრილში ამ საკითხის გამოყვანის, აი უბინძურესი სრული ადამიანური დეგრადაცია ამას ლაპარაკი. პირველ რიგში სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ჩემი და ჩემი პარტიის სახელით სხვა ჩვენ განცხადებაც გამოვაქვეყნეთ ელენეს განთავისუფლებასთან დაკავშირებით, განთავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოვიტყუთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, მაგრამ ეს უგვერდზე იყოს პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობის ვამბობ, რომ არავინ ამ ქვეყანაში, არც ერთ ამ ქვეყნის დასახლებულ პუნქტში ან დაუსახლებელ ადგილას არ უნდა დაისაჯოს და ციხეში ჩაჟდეს, ციხით დაისაჯოს რაიმე ბანერზე ან პლაკატზე წარწერილი დატანისთვის. ყველას დაავიწყდა. სულ წყევლიდეს. ხო, არ არის ეს დასავიწყე. კალაძის პლაკატზე ფლომასტერით გაკეთა წარწერა. სუროდ რა ამის გამო ზის ადამიანი წელიწად ნახევარი აქვს მისჯილი თუ სწორად. კი, წელიწად ნახევარი ხალხო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს იმისთვის რომ წარწერა გაკეთა ბანერზე. აი პირდაპირ შეურაცხყოფა კი არა, წყევლა, კრულა, რომ დაწეროს ადამიანმა რაიმე ბანერზე, ნებისმიერ ბანერზე, არავინ ამისთვის ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. არავინ. ეს არ არის რუსული ოცნება დააწერა როგორც მახსოვს. რუსული ოცნება ხო არაფერია. ეს არ არის არც დემოკრატიის, არადემოკრატიის, ეს უბრალოდ ცივილიზებულობის საკითხია, ხო? ერი, რომელსაც აქვს თავისი ამბანი, მოსახლეობის უმრავლესობას ამ ამბანის კითხვა შეუძლია, რომელიც საკუთარ თავს ეძახის ცივილიზებულს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანად მოიაზრებს, ასეთ სახელმწიფოში წარმოუდგენელი შეუძლებელია, რომ ადამიანი დასაჯო ასეთ რამის გამო ციხით. ეს ერთი. მეორე, ის რაც ხდება ელენე ხოშტარესთან დაკავშირებით, მთლიანად თავიდან ბოლომდე არის სახელმწიფოებრიობის პერვერსია სრული და უბრალოდ აი ჩვეულებრივი ადამიანის დეგრადირება შუა საუკუნეების მონღოლეთის სადამსჯელო ჯგუფებამდე. რატო? იმიტომ რომ ერთი, შენ ამბობ, რომ ადამიანს აშკარად უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეუქცევადი პროცესი არის ეს დაავადებები ჭირს და ამ ყველაფერმა შეიძლება მიიყვანოს მუდმივ დაზიანებამდე, ანუ ბოდიშით ამ ტერმინისთვის ინვალიდობამდე ადამიანი. ეს ერთი. მეორე, ამაზე საპირისპიროდ აი რაღაცა ყოველად გათახსირებულმა კაცმა, რომელსაც გულში ნუსხებდა პირდაპირ ვითქვი, იმიტომ რომ სხვა სიტყვები შეუძლებელია რამე სხვა ეპიზოდით მოიხსენო ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჩემბრალი კი არ არის ეს დაავადება კი არ დაუმძიმდა, ქრონიკული დაავადებით შემოიყვანოს. ანუ ხვდებით რა სად არის იბინძურე, ასულიდან თუ ქრონიკული დაავადება ჭირდა. სასამართლომ ქრონიკული დაავადებით ადამიანი გაუშვა ციხეში მერამ ბანერზე წარწერის დატანის გამო. ანუ ამას გეუბნება, ანუ ყველგან ცინიზმია, აი ყველაფერში არის უბოროტესი, უგახწნილესი ცინიზმი, ამაზე ქილიკი გაუთავებელი, ამაზე ლაპარაკი რომ თავის ბრალია. ეს არის, ანუ თურმე სახელმწიფოს ფუნქციები არ აქვს, ადამიანებზე არის დამოკიდებული აწი სამართლის განხორციელება და სამართლებრივი პროცესის სწორად გატარება. ამიტომ რა ვიცი, განთავისუფლების გარდა რა თქმა უნდა სხვა გზა არ არსებობს, რატო? მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ კი არა რომ ელენე ხოშტარია პირველ რიგში, იმიტომ კი არა რომ მას ქრონიკული დაავადება აქვს, იმიტომ რომ ადამიანი საქართველოში ციხეში 2026 წელს ბანერზე დატანილი წარწერის გამო არ უნდა იჯდეს. წერტი. ხო, ნუ სამართლისაუცარმა დღეს გამოვიდა ეს, რა ქვია, შარმანაშვილი მე მგონი და თავად უნდაო თუ ბოლოს კი ახარ მახსოვს ერთ-ერთი ამ ორიდან, თავად უნდაო რომ ციხეში მოხვედრილიყო, გენი შარმანაშვილი, ანუ თენგი შარმანაშვილი არის აკეთავეს წარწერაო. უბინძურესი არარაობა. თენგი შარმანაშვილი არის ეს კგბ-ს აგენტი, უბინძურესი არარაობა, რომლის ადგილიც არის სამშობლოს ღალატისთვის საქართველოს ციხეში და არა საქართველოს პარლამენტში. ხო, მაგრამ თავად უნდა და რას თიშავს? ახლა ადამიანს შეიძლება თავად უნდადეს, თავის მოკლა უნდადეს და უნდა მოყლევინო თავი. არა, თენგი შარმანაშვილის თავად უნდა და ციხეში რას თიშავს? შენ ხო უნდა სახელმწიფო ხარ და უნდა იცოდე ახლა რომ ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვა. თორემ მას შეიძლება ვიღაცას თავის მოკლა უნდადეს და თავად უნდა და მოდი მოიკლას თავი. თენგი შარმანაშვილის დამპალი პირიდან ყველაფერი ამოვა საერთოდ რასაც ჩაძახებენ, ამიტომ საერთოდ არის საინტერესო მარტივი ამბავია თენგი შარმანაშვილი არის ცხოველი. ეს ადამიანი არ არის, ასე ადამიანები არ აზრუნებენ, ასაძრუნებენ ცხოველები, ანუ ის არის ცხოველი და ადამიანობის საკითხია. ელემენტარული ადამიანობის კიდევ სხვა დემოკრატია, კონსტიტუცია, ყველაფერი გვერდზე გავწევთ. ადამიანობის საკითხია. 21 საუკუნეში შუა საუკუნეების დროინდელი რაღაცა დანაშაულად ბანერზე რაღაცის დატანა შეიძლება შუა საუკუნეებში ყოფილიყო დანაშაულება. როგორ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში დღეს 21 საუკუნეში 2026 წელს ადამიანი წელიწად ნახევარი ციხეში
ჩააგდო პირდაპირ უთქო იმისთვის, რომ რაღაც ბანერზე რაღაცა დაწერა. რაც არ უნდა დაეწერა, რის ბანერზეც არ უნდა დაეწერა. ამიტომ მე ამას უხსნი მე რა ჩვენ მაყურებლებს, რომლებიც არიან ადამიანები, თენგიზ შარმანაშვილი და სხვა ცხოველები, ეს რა ვიცი, ბიოლოგიის ჟანრია და ჩვენ არ ვეხებთ. ხო, თუმცა ასევე თქვა, რომ ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ლენს არ ყავს, მას რამე დაემართოსო, ჩვენ არ ვაწყობსო პირველ რიგშიო. და ამიტომ მისიო აქ იმაზე არ ლაპარაკი ვის რა აწყობს. ნუ რა ვიცი ხა, რა უნდა იმაპარაკოს. თენგიზ შარმანაშვილი მაღალმა ღმერთმა განსაჯოს მომავალში. 100 წლის მერე არაფერს არ უსურვებს, მაგრამ იმას ბატონო, და რაც მაინტერესებს, კიდე ეს არის საბოტაჟის საქმე, რაზეც ვისაუბრეთ. პირველ რიგში დღევანდელი სხდომაზე რო გითხრათ, ხომ მორგის სხდომა გაიმართა დღეს და რაღაც საოცრებები ხდებოდა, როგორც გავიგე. აბსურდის თეატრი მე რა, ეს არის აგრეთვე აი რაღაცა ეჟენ იუნესკოს მარტორქად ადამიანის გადაქცევის ამბავი, არ ვიცი, გოდოს მოლოდინში. ეს არის ყველა რა ვიცი, აბსურდზე რაც დაწერილა და გინახავს, ამ ყველაფერზე ბევრად უფრო უშნო სანახავი არ არის, იმიტომ რომ მარტო მიზეზის გამო აქ ადამიანების ბედი წყდება, ეს არ არის სასაცილო, აქ წყდება ერთის კონკრეტულად ადამიანი, მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრის, რა ვიცი, მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ლიდერების ბედი, კონკრეტული ადამიანების და ამავდროულად წყდება ბედი საქართველოსი როგორც სახელმწიფოს. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის აი აბსოლუტურ აბსურდზე. მაგალითად დღეს ერთი დაკითხული მოწმე იყო ის რა ქვია ტექნიკური სტაფი პარლამენტის, რომელიც ამბობდა რომ კონდიციონერები დაზიანდა. აი აბსურდი, რა შუაშია? 4 კაც ხალხს ბრალად ედება, შენ ჩამოთვალე უმძიმესი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებები. არა მარტივი, არამედ უმძიმესი დანაშაულებები სახელმწიფოებრივი წყობილების წინაშე და მოიყვანეს დღეს პირველი მოწმე იყო პარლამენტის თანამშრომელი, რომელიც ამბობდა რომ ამ დღეებში კონდიციონერები დაგვიზიანდაო პარლამენტში. აქციების დროს. აქციების დროს. აი ეს. მე გამოვიდა ის რა ქვია მოწმე პოლიციელი, რომელიც ხელს ადებს თავის ჩვენებაში. ხელს ადებს აი აბსოლუტურად ყველა ლიდერს, რომ ისინი მოუწოდებდნენ ხალხ პარლამენტში შეჭრისკენ. აი ამ სერიოზულ ხო, ეს კონკრეტული ადამიანია, პოლიციელია. პოლიციელი მოიყვანს, ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძე. კი, აი ბადრი მამუკამო გვარამია სხვა, ამათმა ხალხს მოუწოდეს პარლამენტში შეჭრამდე. ერთადო. ხო, დაკითხვის პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ვერ არჩევს ერთმანეთისგან, მაგრამ ბადრი ჯაფარიძე ზურა ჯაფარიძისგან ვერ არჩევს. იძახის რომ პოლიტიკაში გათვითცნობიერებულია, მაგრამ არ იცის გიორგი ვაშაძის პარტიას რა ქვია. იქ პოლიციელები ისა პროკურორი კითხავს უსვამდნენ, რომ აი კოალიცია ცვლილებების ლიდერი ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ კაცმა არ იცოდა, რომ კოალიცია ცვლილებების პარტია არ არის და არის რაღაც პოლიტიკური ჯგუფი პოლიტიკური პარტიების და ეგონა რაღაც პარტია იყო. ანუ აბსურდი, კაცმა არაფერად შენ ვინა როგორ ამოგიცნო თქვა თუ როგორ გამოგიცნო, არა მე მასკა მეკეთა. ანუ სიგიჟე რა, ჩვეულებრივი სიგიჟეები ხდება ამ იმეებში. აი ეს ძალიან საინტერესო არის ეგ ხა კონკრეტულად. ანუ მოიყვანეს პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ მას ეკეთა ნიღაბი ის ამბობს შეუძლებელი ამბობს რომ აქციაზე მე და შენ რაც აქციაზე გვიმლია და რაც აქციაზე ხვდებით ერთმანეთს რა ვიცი 5 მეტრის რადიუსში ვინას ლაპარაკობს ოდეს მე გიცდია მაინც რომ გაგერჩია აქციაზე სულ 200 კაციანი აქცია იყოს აი ამ დისტანციით ვინას ლაპარაკობს გაგიგია ხო არა ხო გაიგე თუმცა ხა იმ დღეებში ის ამბობს რომ აქ საუბარია დეკემბერზე ლაპარაკი 2020 როცა მთელი ამბები ხდებოდა ხო დიდი ამბავი ეს არის რაღაცა 100,000 კაციანი მიტინგი სადაც დარბევა მიდის თან პარალელურად და ამან გაიგო ოღონდ ვერა დაინახა იდენტიფიკაცია კი ყველა ერთად ეს ხალხი ერთად მე არ მინახავს ხალხო აი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ეს ხალხი ერთად მე რამოდენიმეჯერ მყავს ცხოვრებაში დაახი და ცალსახედ გეუბნებით აქციაზე ერთად არდები. არა ეხა კაი გავიგე ვიღაცებზე რო ეთქვა სხვებზე კი ვარ ეხა თან აბუგა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძე უნდა წარმოედგინო რომ ხალხს მოუწოდებს პარლამენტში შეჭრისკენ. იქ ხო რაღაცები არა რომ ბადრი ჯაფარიძე მიმიკით აჩვენებს ეს ამ კაც ჩვენებაში რომ დაწერილ ბლაკმენის მასალებში რომ მიმიკებით აჩვენებს ბადრი ჯაფარიძე ვიღაცებზე. ანუ ეს არის დიდი აბსურდის თეატრი რომელიც მიზანიც ერთადერთი არის რომ ბინძინა ივანიშვილს კონდეს ბერკეტის ზემოქმედების თავის პოლიტიკურ კონკურენტებზე. ანუ ბინძინა ივანიშვილის ეს პირადი ფეტიშის ამბავია, პირადი ფეტიშია ეს და არაფერი სხვა, ხო? აი ციკლი მიდიოდა ჩვეულებრივად. ეს ივანიშვილს კონდა ესე გაიღვიძა და გაწყვეტილი ქონდა რომ თვეში ერთი პროცესი ყოფილიყო. ივანიშვილი გაბრაზდა რაღაცეებზე, კობახიძეზე, ევროპაზე, სამყაროზე, ღმერთზე, ყველაფერზე გაბრაზდა და გადაწყვეტა რომ კვირაში 3 პროცესი იქნება. მიზანი რა არის, რო ეკითხები, რატო მართლმსაჯულება უნდა ახსოვდეს სწრაფად. აი აბსურდში ვარ, მართლმსაჯულება ახსოვდეს სწრაფად. ან ჩვენებები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს.
დასმენები პირდაპირ თქვით ხო რაღაცა ანონიმკის ჟანრში დაწერილი ტექსტები ვიღაცა შაქარაშვილების ვიღაცა კაკაბაძეების ვიღაცაო და ძალიან კარგად ვიცით რაჯიშის ხალხიც არის ეს ხალხი იძახს რომ აი ესენი ბრიუსელში დადიან იქ საქართველოს საბოტაჟით იყვნენ დაკავებული რა იცი ოჯახა შენებული იქნება ვიღაც სამკურნალოდ იყო იმ ბრიუსელში არაფერი მაგ მუხლით მაშინ ბიზნესმენშვილის გასასამართლებელია იმიტომ რომ როცა ოპოზიციაში იყო ბრიუსელშიც აგზავნიდა წერილებს ვაშინგტონშიც აგზავნიდა წერილებს კონგრესშიც დაგზავნიდა ხალხს ბრიუსელშიც აგზავნიდა ხალხს და წინა ხელისუფლებაზე რაებს ამბობდნენ იქ ხო წარმოსადგენია ხა მაშინდელი ოპოზიცია და ეხლა გვეუბნებიან რომ თუ შენ იგივე საკეთებ ამ ხელისუფლებაზე ეს საბოტაჟი არის ქვეყნის წინააღმდეგ ხო ანუ ეს არის სისტემა სადაც ერთ კადზე არის აწყობილი აბსოლუტურად მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა ქვეყანას სადაც სამართლის კანონის უზენაესობა და სამართალწარმოება კი არა არაფერი არ არსებობს ანუ ხო გეუბნებიან არავინ ადამიანი არა აი რატო ახსენე ეს შედევრი ეჟენ იუნესკოს როდესაც ყველა ადამიანი ხო რაღაც ერთგვარი ეს არის ხო დისტოპია ყველა ადამიანი ბოლოს მარტორქად გადაიქცევა ამ პიესის ბოლოს ყველა მარტორქა ხდება აი მარტორქებად გადაქცეული ადამიანები მარტორქა მოსამართლის ადგილას მარტორქა პროკურორის ადგილას მარტორქა მოწმის ადგილას იქ გეტყვი მე რა ბაქვე სახელები და გვარები არ უწუბავთ მაგრამ კონკრეტული მოწმეები არიან რომლებიც ამ საქმეზეც მოწმე არიან სინდისის პატიმრების საქმეზეც მოწმეები არიან კიდე რაღაც ანუ პროფესიონალი მოწმეა პროფესიონალი მათყუარა მოწმეები ანუ ყველაფერს სხვა საქმეებზე დადი ყველა ანუ ხო აი ის რო იყო რა ბიჯარის საქმეა სინდისის პატიმრების საქმეზე მოწმეა ამათ საქმეზეც მოწმეა ანუ დადიოდი წარი იქაც არის და აქაც არის ყველგან არის ყველა ისეთ საქმეში არის მოწმე ანუ ისა სამსახური აქვს ესეთი მოწმე ესეთია არის პროფესიონალი მოწმე პროფესია მოწმე ანუ და მის საქმე არის რა ვიცი არ ვიცი ადმუშავებს ის კაცს მაგრამ მის საქმე არის მოწმეება თიაროს ამათ პროცესებზე ანუ აი საბჭოთა კავშირში ჩრდილოეთ კორეაზე ვლაპარაკობთ სადაც ალბათ ძალიან მალე ვიზიტს განახორციელებენ და იტყვიან რომ უდიდესი დნობა ქართველებსა და ჩრდილოეთ კორეელებს შორის დაიწყო. აი ამაში ვცხოვრობ. ხო, მაგრამ რადგან დაგჭა მე საქმე როცა აღძრეს ეს საბოტაჟი საქმე დაიწყეს მე ასე მქონდა წარმოგიდგენლი რომ ივანიშვილს უნდა რომ რაღაც იყოს ესე ჩამოკიდებული რომ დამოკლეს מחველები და შესაბამისად რომ რაღაც ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთონ ასე ვთქვათ. ეხლა შეიცვალა პოლიტიკოსებად. ეხლა როგორ დააჩქარა ეს პროცესები, ანუ დაჭერას აპირებს ამ ხალხის. არა, მე მგონია რომ ივანიშვილი არ ვიცი დაჭერას აპირებს მერთმა ანუ ხო წარმოგიდგენთ ყველა პოლიტიკურ ლიდერი უნდა ჩასვა 7 წლით, 10 წლით, 12 წლით. ელენე ხოშტარია წლიწადახევრით კი არა 7 წლით უნდა ჩასვან და ასე შემდეგ. რაღაც აი ყველის ვაჭრის დონეზე დაყვანილი პოლიტიკა არის ეს სინამდვილეში. მას გონია რომ ეს არის რაღაც ინსტრუმენტები. ის არის იცით რა შეასაქმე, როდესაც ქვეყანას მართავენ აი რაღაცა რუსეთის შემთხვევაში ეს ნათელი დასანახი არის, რომ იქაურობას მართავს გენერლის ფორმაში გამოწყობილი ფაქტიურად ესეთი მწვავე დიქტატორი, რომელსაც გვერდს უმშვენებს, თუ ასე შეიძლება ითქვას, დიდი მანქანა, ჭკვიანი მანქანა, ნატიფი მანქანა 400-ლიანი იმპერიის ტოტალური მართლობის მოდელით. აქ ჩვენ გვაქვს კაცი, რომელიც შიშთ ესავს, რომელსაც ყველას ეშინია, პრემიერ-მინისტრსაც ამ ქვეყნის ცახ-ცახამდე ეშინია, ისე ეშინია, რომ რაღაცას ის კაცი გადაირევა, მერე დილით უნდა დადგეს და მუხლებზე დაჩოქილმა თქვას რა დიდი კაცია ბიძინა და ამაზე ჩაატაროს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი, ანუ ამ დონის შიში აქვს დათესილი და თან ნუ აი თვალსაწიერი პოლიტიკური, არათუ პოლიტიკური, უბრალოდ ცხოვრებისეული თვალსაწიერი ძალიან ვიწრო და მწირია ჩემი აზრით გაუნათლებლობის გამო. ეხლა აი ამ ყველაფერში პრობლემა არის, რომ ეს კაცი აი ოპერირებს ესე, გონია მართლა მე მართლა უწფელად ვარ დაწმუნებული ამ კაცს, აი რაღაცებს ვლაპარაკობს აი ამ გლობალური ომის პარტიაზე, deep state-ებს აქვს საერთოდ კონსპირაციის თეორიებში ჯერა, როგორც ყველა ისეთ რა თქმა უნდა მოწყვლად ადამიანს, ვისაც ცოტა წიგნი წაუკითხავს, მასაც ჯერა იმისი, რასაც ვლაპარაკობს. ჯერა ამის ალბათ და ანუ აი მაგაში არ ვიცი აი ამებში თამაშობს, რომ აი ხა ამებს და სულ და მაწუხებს მოუჭერ და მე ვიღაცა წესიერ დამელაპარაკება. ანუ სრული ნიველირება რეალობისა. სრული აცდენა იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში. რეზოლუციას მიიღებენ, მე აქ ვიღაცას დავიჭერ. ამერიკაში ჩემზე ცუც სიტყვია, ციხეში ვიღაცას ვაწამებ. აი ეს დამოკიდებულება შუა საუკუნეების მონღოლეთიდან ამოსული რაღაცა აი მოდელი მართლობის. აი პუტინს ამასთან შედარებით ნატიფი და ელეგანტურიო გეგონება. ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკური პროცესის გაგრძელება. ამ ვითარებაში თქვენ ხართ პარტია, რომელიც აღასულ არჩევნების მომხრე ხართ და ასე შემდეგ და აი ამ ვითარებაში რაც აღწერეთ ახლა აბსურდი ხო პოლიტიკური მაგრამ აბსურდის თეატრის ცნობილი წარმომადგენლის მეშვეობითაც
აღწერეთ ეს პროცესი და შესაბამისად ამ თუ არ ჩვენ აბსურდში ვცხოვრობთ, ამ აბსურდში როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესის გაგრძელება. ერთადერთი რაც უპირისპირდება სრულფასოვნად და რაც ყოველთვის იმარჯვებს აბსურდი, ეს არის საღი აზრი. ეს არის საღი აზრი და წმენა იმისა და ცოდნა იმისა, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დამთრგუნავ უმრავლესობა ხედავს საქართველოს განვითარების გზას ქრისტიანულ ცივილიზებულ ევროპულ დასავლურ სამყაროსთან ერთად. ეს არის ერთი მთავარი იარაღი და მეორე რომ ეს საზოგადოება, ამ საზოგადოებას აბსოლუტურ უმრავლესობას აგრეთვე დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი რაშიც ახლა ვცხოვრობთ, არის სრული ანტაგონიზმი იმისა, რასაც მთელი საქართველო ითხოვს და რისთვისაც მთელი საქართველო ილტვის და სადაც ხედავს თავის შვილების მომავალს. ბრძოლა იმისთვის, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ეგ არის პოლიტიკური პროცესი რთულია, პოლიტიკური პროცესი არის დღეს აბსურდის თეატრი, მაგრამ ამ პოლიტიკური პროცესში ადამიანი გეუბნებათ, რომ ზედმეტად თუ გატოკდებით, დაგიჭერთ. ვისაც მომიდება, იმას დავიჭერთ. კი ბატონო, სანამ სული ამ სიტუაციაში რა ხდება? სანამ პირში სული გვიდგას, მანამდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გაიმარჯვოს ამ ერთ ხუნტაზე, რომელზეც აი იცი რა მგონია, სად გავიმარჯვებთ მე რა, აი უნდა განახო ეს ფოტო. აი აქ, მე მგონი შენც გქონდა დღეს Facebook-ზე დაწერილი. აი ამაზე ასეთ აბსურდზე, როდესაც ლაპარაკობ რომ უკრაინამ ყველაზე მსხვილი დაბომბვა დაიწყო რუსეთში, სხვა ჩვენს ყველა ამ ქვეყნის პატრიოტს ულოცავ რუსული სამხედრო მანქანის განადგურებას და ნელ-ნელა მიწასთან გასწორებას პუტინის რეჟიმის. ეს არის იმედის კარდი, რომელიც ამას უკრაინის მოსკოვზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა მთელ სამყაროში. აი ამ ნიუსზე ფოტო დევს აფეთქებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამათ უდევთ რუსი სამხედრო ასახავს რეალობას. ამათ უდევთ ფოტო რუსი სამხედროსი, რომელიც ანათებს იმას, რა ქვია, დრონების დასანახავად ანათებს ანტისაჰაერო დარტყმისთვის იმას, რა ქვია. რუსის ჯარისკაცის фото უდევს. რა ვიცი, ბეტმენს არ იძახებს ეს კაცი ბეტმენის ფილმებით, მაგრამ რუსი ჯარისკაცი ეს არის იმედის კარდი, ანუ იმედის აფეთქებული ქარხანაც კი არ დადო. აფეთქებული ქარხანა არ დადო, მაგრამ ამის დადება ხო მოუწია, ამის თქმა ხო მოუწია უკვე და აგებს, შეხედე რა სად არის ჩემი იმედი და აბსურდზე გამარჯვების გზა სად არის, იმიტომ რომ აბსურდი იყო ბაშარ ალ-ასადის მმართველობა, მაგრამ ბაშარ ალ-ასადის მმართველობა ჩამოიშალა ომი დაჭირდა. ნუ ის თავისი ელფერი აქვს ახლო აღმოსავლეთს. აბსურდის მმართველობა იყო ევროკავშირის ქვეყანაში, ევროკავშირის განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში ვიქტორ ორბანის მმართველობა. ეს ხო აბსურდი, ბოლო 3-4 წელი განსაკუთრებით, მაგრამ ეს ხო აბსურდი, მაგრამ არჩევნებზე დიდმა ტალღამ საზოგადოებისა დათრგუნა და გადაუარა ვიქტორ ორბანის აბსურდს. ამის ნჯერამე. საქართველოს არ არის ახლო აღმოსავლეთი, ივანიშვილი კი გეუბნებათ, რომ საქართველოს ახლო აღმოსავლეთია და ირანთან ახლოს უნდა იყოს, მაგრამ ჩემთვის საქართველოს არის აღმოსავლეთ ევროპა. ისეთივე როგორც არის ორბანის უნგრეთი. მე ვიცი, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია რუსეთთან და ირანთან ძმაკაცობის, ჩინეთთან ჩახუტების, იმიტომ კი არა, რომ ჩინეთი ვინმეს არ უყვარს ან ჩინეთთან ვაჭრობისა არსი ვინმეს არ ესმის. არა, უბრალოდ ჩინეთის ნაირი კომუნისტური მმართველობა აქ არავის არ უნდა და ამიტომ მე ვიცი რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა რომ მას ჰქონდეს ისეთი საშუალო ხელფასი როგორც არის საშუალო ქვეყნებში ევროპის კავშირის ისეთი პენსია როგორც არის საშუალო ქვეყნებში ევროპის კავშირის ამიტომ ვიცი რომ აბსურდზე გამარჯვების შანსი არის მანამ სანამ აი ეს რწმენა არსებობს და ადამიანების ეს განსხვავება იქ უნდა ეს რომ დაიკარგოს და ყველა მარტორქად გადაიქცეს გეტყვი რომ ხო მაშინ არ არის იმედი მაგრამ არ არის მადლობა ღმერთს ყველა მარტორქად გადაქცეული დღევანდელი სასამართლოსი დღევანდელი პროკურატურის დღევანდელი პარლამენტივით ეს ამ ქვეყანაში უმრავლესობა არიან ადამიანები საყად მოაზროვნე ადამიანები ამიტომ მე ყოველთვის მჯერა რომ როგორც ადამიანი ყოველთვის გაიმარჯვებს მარტორქაზე ინტელექტით ისე ყოველთვის საღი აზრი გაიმარჯვებს აბსურდზე ამიტომ ვიცი რომ ურბანის გზა არის სწორი გზა ვიცი რომ რა გზაზეც ახლა სერბეთი დგება სხვა შორის ის კაცი ახლა ვუჩიჩი აქ იყო ხო ცოტა ხნის წინ და ამარ ისინი კიდე ეფლიქტავებენ ოღონდ ბოლო წუთებს ითვლის რომ იმან იცის რომ ნუ ის უფრო ახლოსაა სერბეთი ევროკავშირთან პოლიტიკური თვალსაზრისით არა გეოგრაფიურით როგორც ეს კოცების ყველაზე საძაგელ გაუნათლებლებს გონიათ რომ შორს თუ ვართ ჩვენ არა ვართ ევროპა ისინი უფრო ახლოს არიან ახლა ევროპის გზაზე და იმ კაცმა იცის რომ უბრალოდ რაღაც ტალღაში ჯოჯოხეთურ ტალღაში მოყვება და გავიწევი როგორც ეძახს ან როგორც თავისუფლდება აი ყველა ეს კერა აბსურდისგან
ისე ესეც აბსურდისგან თავისუფლდება რომ ბელორუსი ვინმე თუ ნახა გუშინ ბელორუსის პრეზიდენტის უცხოელი პრეზიდენტის გამოსვლა კაც გამოდის და ბოდიში ხვდეს ყველაფერი რაც აუგი მithქვამს იმაზე რა ქვია ზელენსკიზე იქნებ მაპატიოსო აი ამ ტექსტით გამოდის ანუ რაღაცები ლაგდება თავის ადგილას ტრამპი ჩავიდა ევიანში საფრანგეთში და თქვა რომ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს ისე რომ რუსეთმა დათმოს პოზიციები ანუ ყველაფერი მაინც აბსურდის გამონათებების მერე ყველაფერი მაინც სწორ გზაზე დგება და აუცილებლად საქართველოს თავზე მზე ამოვა აღმოსავლეთით და მერე ჩავა დასავლეთით, ჩრდილოეთით, მზე. ეს ყველაფერი კარგია, ლამაზი სიტყვებია თაზო, მაგრამ კონკრეტულად როგორ არის მარტო ლამაზი სიტყვა, მადლობა. კონკრეტულად გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა, რომელსაც წარმოგიდგენიათ ამ აბსურდში როგორ უნდა ოპერირებდეთ? ნუ ამ აბსურდის ნაწილი ვიქნებოდი, რომ მე თქვა, რომ კი, ეხლა გაწერილი გეგმა გვაქვს, დღიურად მივყვებით. არა, არ არსებობს გაწერილი გეგმა, ამას უნდა დაუპირისპირდე მთელი არსებით, მთელი ძალით, მთელი ენერგიით და ამას ვაკეთებთ. ოღონდ აი შენ არჩევნები ახსენე, ამას უნდა გამოვეხმაურო. სანამ ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება, კი, ყველა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. სანამ ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება, ყველა არჩევნებში უნდა ზოგი ფიქრობს რომ აღარ არის არჩევნები. არ არის, აი მან წერტილში არა ვართ ჯერ. ეს კაცი ყველაფერს მიეკაჩება თავისი ემოციურ მდგომარეობისკენ ივანიშვილის გულისხმობ. მაგრამ არ არის ასეთი მარტივი გადასაკაჩი. ეს საზოგადოება ასეთი მარტივი გადასაკაჩი არ არის და პოლიტიკოსებს ჩვენ მე რა არ მინდა ვინმეს ბრძოლა დავაკნინო. აბსოლუტურად ყველას ბრძოლას იმ ადამიანებისაც რომელ მარჯზე ჩვენ ყოველ შაბათს დავდივართ ხოლმე შეზდამეც და იმ ადამიანებს რომელიც ყოველდღიურად დგას მათ ბრძოლას მეუდეს პატივს და ეს არის აქტივისტების ბრძოლა იმ ხალხის რომელიც ამ ფორუმით უნდა ებრძოდეს აბსურდს. მე ვარ პოლიტიკოსი, ლელო ძლიერი საქართველოს არის პოლიტიკური პარტია. და ჩვენ ვართ კოალიციაში სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მოქალაქეებთან ერთად. ჩვენი ბრძოლის გზა არის პოლიტიკური ბრძოლის გზა. მესმის აბსურდულ ვითარებაში, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის გზა და ჩვენ ამ გზას მივიღებით, ჩვენ გათავისებული გვაქვს, არა გვაქვს პრობლემა საკუთარ არც პროფესიასთან და არც საქმესთან და ამ გზას მივყვებით. ყველამ თავისი გზით უნდა იბრძოლოს, როგორც ჟურნალისტებმა უნდა დათმონ თავისუფალი სიტყვა, ისე აქტივისტებმა უნდა დათმონ აქტივიზმი, ასევე მგონია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მოინდომონ და გადაიქცნენ სხვა რაღაცეებად, როდესაც ის არ არის, თორე ესეც გავს ხოლმე მარტორქად ტრანსფორმაციის პროცესს და არ არის ეს ლამაზი სანახავი. ყველამ უნდა გავითავისოთ ვინა ვართ. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და პოლიტიკურ პროცესით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. ქვეყნის შიგნით პირველ რიგში და 90% და მათ შორის ქვეყნის გარეთაც.